პავლე მოციქული, რომელიც ამბობს, რომ ჩემთვის შენაძენია სიკვდილი, იმიტომ რომ სიცოცხლე ქრისტეა, მე ამბობს, რომ თუ ხორციელი სიცოცხლე ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, მისიონერულ საქმეს, ადამიანების გაქრისტიანების საქმეს, ეკლესიის აღშენებლობის საქმეს, გასაგებია, მაგრამ არ ვიცი რომელი ვარჩიო, ერთიც მიზი დავს და მეორეც გული მithქვავს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა 1000 წილ უმჯობესია, აი ეს ქრისტიანის უშიშობა სიკვდილის მიმართ. როცა ქრისტიანში კვდება ბუნებრივი შიში სიკვდილის, ადამიანს აქვს ბუნებრივი შიში სულისა და სხეულის გაყრისა. რატო? იმიტომ არაბუნებრივია. არაბუნებრივია სულისა და სხეულის გაყრა ადამიანისათვის. ეს არის ცოდვის მიერ შემოტანილი სიახლე. ბუნებრივია რომ ერთად იყოს სული და სხეული. ამიტომ ეს არაბუნებრივია რომ ეს შიში აქვს ადამიანს, მაგრამ ეს ბუნებრივი შიშიც კი იძლევა პავლე მოციქულში იმდენად ქრისტეს მიერად ცხოვრობს. ამიტომ 1000 წელ უმჯობესია გავიდე. ხორციელად ყოფნა კი უფრო საჭიროა თქვენთვის, ანუ ეკლესიის აღშენებლობისათვის. და მე გვეუბნება, რომ რა თქმა უნდა, პავლე მოციქულის ჩვენთან ხო არ დარჩა, მე მოწამეებრივად აღესრულა და ჩვენ დაგვიტოვა იცხოვრეთ ისე, როგორც შეფერის ქრისტეს სახარებას. როგორც შეფერის ქრისტეს სახარებას, ანუ რაც გამოცხადებით მოგვეცა, ჩვენ მოგვეცა გამოცხადებით. კი არ უნდა ვიმარშილოთ, აჰა, ქრისტეს როგორც შეფერის. არა, ეს შეელო ეთქვა, როგორც ქრისტეს შეფერის, მაგრამ არ თქვა ესე. ქრისტეს სახარებას, ანუ მოცემული გაქვს, გამოცხადებული გაქვს. ნახე და იცხოვრე ისე. ძალიან ადვილია, ხო თითქოს, აი მზად არის, გამზადებული გვიდევს. და მხოლოდ ის მესმოდეს თქვენზე, რომ ერთსულოვნად დგახართ, ანუ ერთმანეთი გიყვართ და ერთობლივად იღწვით სახარების წმენისათვის, ერთობლივად იღწვით ეკლესიის აღშენებლობისათვის და ქართულ სინამდვილეში ეს ავტომატურად ნიშნავს სამშობლოს აღშენებლობისათვის. რა თქმა უნდა, ასე გადავირჩენთ საკუთარ თავს.